თეირანმა ევროკავშირის ყველა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა, რათა ბლოკის ბოლო გადაწყვეტილება დაეგმო. საქმე ეხება ბრიუსელის მიერ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებას. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამაც მიიღეს. გუშინდა დღეს ირანში საელჩოების მქონე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდი. ირანის ისლამური რესპუბლიკის პროტესტი მათ წერილობით გადაეცათ, თუმცა ეს მხოლოდ მინიმალური ზომაა, ამას კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება. საპასუხო ზომად ირანმა ევროკავშირის სამხედრო ძალების სიმბოლურად გამოაცხადა ტერორისტულ დაჯგუფებად. მიუხედავად დიპლომატიური დაპირისპირებისა, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ირანთან დიპლომატიური არხები ღიად შენარჩუნდება. მხარებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანულმა თეოკრატიამ ანტისამთავრობო აქციები ძალადობრივად ჩაახშო და ათასობით ადამიანი მოკლა. პარალელურად ირანი ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს იწყებს. პარასკევს თეირანში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოპს ელიან. ეს ყველაფერი კი ირანის სიახლოვეს გაგზავნილი აბრაამ ლინკოლნის ავიამზიდითა და გამანადგურებლებით ზეწოლის ფონზე ხდება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გაგზავნა. ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ ამით ირანელ ხალხს ვერ შეაშინებენ და ნებისმიერი სამხედრო ნაბეჯი ვაშინგტონის მხრიდან საქმეს რეგიონალურ ესკალაციამდე მიიყვანს. ვაშინგტონს საკუთარ ძლევამოსილებაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ამჟამად თეთრ სახლში გარიგების მიღწევაზე არიან ფოკუსირებულები. მე ვერ გეტყვი თუ რას ვაპირებ, რადგან ახლა იქ უდიდესი ძალა მიემართება, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში იყო. უფრო დიდიც კი. ისინი ადგილზე მალე იქნებიან. მე მსურს მოლაპარაკება შედგეს და გარიგებას მივაღწიოთ. არ ვიცი რა იქნება. სულელი ვიქნები წინასწარ გითხრათ რამე, მაგრამ ამ წუთას ჩვენ მათ ვესაუბრებით ირანს. თუ მათთან მუშაობა შევძელით, გადასარევი იქნება. თუ ვერ შევძლებთ, შესაძლოა ბევრი ცუდი რამ მოხდეს. ირანსა და ისრაელის მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია დაძაბულია, თუმცა დეკემბერში თეირანში დაწყებული არეულობებისას ქვეყნის მთავრობის ძალადობრივი რეაქცია მხარეებს შორის დაძაბულობის მთავარი მიზეზი გახდა.